შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ, მაგრამ აინც ვიტყვი. პატრიარქის სიყვარულით გაერთიანებული საქართველოს ხილვას კონკრეტული ძალებისთვის ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორც ჯვრის დანახვისას ეშმაკს. რეაქციები თუ იმშელებთ, ზედმეტად დაკარგეს მოსვენება და ვეღარ გაუგიათ, როგორ ატკინონ გლოვაში მყოფ ქვეყანას. ანტიქართულმა ძალებმა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სიყვარულით გაერთიანებული საქართველოს ნახვა ვერ აიტანეს. იმითაც შეშფოთდნენ, რომ პროცესია მაღალ დონეზე და ღირსეულად წარიმართა. დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა მეუფე შიომ აღასრულა, რის შემდეგაც ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქის საქართველო ნახეთ ანუკი გუმბერიძის სპეციალურ რეპორტაჟში. მაინც რა არის სიყვარული? ვერავინ ვერ ახსნის ბოლომდე. ყოველ დღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ ყოველი ადამიანი იყოს სავსე სიყვარულით. ღმერთმა ინებოს, რომ ეს სიყვარული დეფინებოდეს ჩვენს გარშემო ადამიანებს. თავად სიყვარულის მქადაგებელმა პატრიარქმა ქართველი ერი მისადმე ამოუხსნელი სიყვარულით გააერთიანა. ჩვენთვის სიყვარული არის ეს და არის აქ, დუმარე რიგებში, სევდიან მზერაში, როცა მგლოვი არის საქართველო, პატივს მიაგებს ერის სულიერ მამას. არ დავკარგეთ იმედი, იმიტომ რომ ციური ფარველი შევიძინეთ მისი სახით და მლოცველი ამ ქვეყნისთვის. არ დაგვიკარგავს თურმე ერთმანეთთან მისასვლელი გზები. ერთმოჭად შეფრა ერი გაგვაერთიანა და მისი დასტურია მისი გარდაცვალებიდან დღემდე რასაც უყურებთ ხალხის სულები ნაკადი მოდის ტაძარში. უწმინდესის სამუდამო განსასვენებელთან ხალხის ნაკადი არ წყდება. სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც გარდაცვალებიდან მე-40 დღის ჩათვლით სულის მოსახსენებელ პანაშვიდებს გადაიხდიან. ასე იყო დღესაც. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო. იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ეს ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. და ეს უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით, აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები ჩვენი ყველასი, მისთვის მადლობის სათქმელად და წუხარების გამოსახატავად. ჩვენმა ხალხმა უდიდესი პატივი მიაგო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავარს, როგორც მწყემსთავარს და ამას თავისი საფუძველი აქვს. პატრიარქმა შეიძლება ითქვას, რომ თავი შეწირა სრულიად საქართველოს და მთელი მისი მოღვაწეობა უკავშირდება საქართველოს სულიერ აღორძინებას, საქართველოს გამთლიანებას და რაც ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, ეს იყო მთელი ერის გამთლიანება, რა თქმა უნდა, პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე, ისევე როგორც ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, ნათლად წარმოჩნდა ქართული სახელმწიფოს უდიდესი ღირსება, ქართველი ერის უდიდესი და განსაკუთრებული თვისება, მადლიერების და პატივისცემის გამოხატულება საქართველოს პატრიარქისადმი, რა თქმა უნდა. პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში გამთნიანებული ერი ასე მოწიწებით ცდილობს მისი ღვაწლის დაფასებას. ილია მეორის მიერ ფერფლიდან აღდგენილი ქართული ეკლესიის მრევლმა გლოვისას გამოაჩინა, რომ ასეთი მტკიცე და ერთიანი ყოფილა. ეს იყო უდიდესი სიხარულნარევი გლოვა. უდიდესი განცდა ამ ადამიანისა, რომელმაც როგორც გითხარით, მთელი ცხოვრება, როგორც კი დაბადებისთანავე, როგორც კი თვალი გავახილე, ამ ადამიანს უყურებდი, მთელი ცხოვრება ეს იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა. უწმინდესი არის სიყვარულის და სიხარულის პატრიარქი, რომელიც ჩვენ ერთს ბედნიერებასაც მოუწევს. დიდი მნათობია ჩვენი ეკლესიის მისი უწმინდესობა ალბათ ამ ეპოქის ყველაზე დიდი პერსონაა. თუ არავინ მიწყენს ბოლო ასწლეულში ალბათ ასეთი დიდი მოვლენა ეპოქალური
რომელიც სწორად იყო მიმართული ჩვენი კულტურის, იდენტობის, ისტორიული რაკურსით, პოლიტიკურათაც, ყველა რაკურსით ის ფიქრობდა ყოველთვის საქართველოზე. საქართველოს გამორჩეულობაზე, ჩვენ ისტორიაზე, ჩვენ იდენტობაზე. ეს იყო დუმილის, სიჩუმის, მართლა დიდი ტრაგედიის დღეები, რომელიც ერთად გავიარეთ და გავიარეთ ძალიან ღირსეულად. ღირსეულად გაიარა იმ ხალხმა, რომელიც ასე იქცეოდა. ალბათ ჩვენ ყველა მოვიქეცით ისე, როგორც მისი უწმინდესობა მთელი ცხოვრება ჩვენ გვექცეოდა. სანიმუშოდ მე ვიტყოდი თუ ასე შეიძლება რომ ითქვას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მართა პროცესი, იმიტომ რომ რასაკვირველია რომ ხალხი მოდიოდა მდუმარებით, არ იყო არანაირი ის რაც არ გვეკადრებოდა ის არ მომხდარა, მაგრამ ამდენ ადამიანს სწორი მიმართულების მიცემა ჭირდება. არა ის რომ უკარნახო როგორ მოიქცენ, არამედ ისინი რომ მასე კარგად იქცევიან შესწორად მართო ეს პროცესი. ამ არნახული ერთობით დიდი ისტორია დაწერა ილია მეორის ეპოქის ქართველმა ერმა, რომელმაც მდუმარედ მრავალსაათიან რიგში, წვიმასა თუ ქარში, უწყვეტი ნაკადით უწმიდესის ხსოვნას პატივი მიაგო. ერთმანეთის დახმარებით, ერთმანეთზე ზრუნვით, ისე როგორც ამას პატრიარქი გვასწავლიდა. ფარველი იყო საქართველოს ფენი პატრიარქი, რომელიც ესე ერთმა წაიყვანა, უფრო გაძლიერდა საქართველო. უდიდესი სასწაული ჩვენი წმინდა მამა გაბადა ჩვენი პატრიარქისა, რომ გაერთიანეს ერი და სიყვარული დააბრუნეს. არაფერი არ დავკარგეთ. ჩვენ შევიცინეთ დიდი მლოცველი. იქცევით უფალდა. ეს არის ბედნიერება. ასეთი წმინდანები რო ყავს, საქართველოს არ გავუჭირდე. ეს მექნება სიცოცხლის პოვნა. ილია მეორის ძალისხმევით წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის დისთვის უწმინდესი ზღვაწლი ფასდაუდებელია. ყველას გვირჩევს გავიაზროთ და მივყვეთ პატრიარქის ნაყვანოს, რომელსაც რწმენის გზაზე ერთმანეთის პატივისცემამდე და სიყვარულამდე მივყავართ. მადლობა მამა ილიას, რომ ასეთი წინამძღვარი გვყავდა, რომ ეკლესიაში რომ მოვდიოდით. კმაყოფილი სულით და გულით გავდიოდით აქედან. გაბრიელი და ჩახუტებული ილია მეორე, ერთმანეთში ჩახუტებული. აი იმითი პატივი გქონდეთ ყველა, ყოველთვის, ყოველ წამს, ყოველ წუთს და ერთმანეთს უყურებდით დიდი სიხარული და ისინი რო ეხუტებოდნენ ერთმანეთს, ჩვენც ასე ყველა ჩავეხუტოთ ერთმანეთს. ეროვნული გლოვის ფონზე აუცილებელი იყო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, რომლის პროტოკოლიც ჩვენს ქვეყანას აქამდე არ ჰქონია. სწორედ ამიტომ პირველივე წუთებიდან საპატრიარქოს და სამთავრობო კომისიებმა ერთობლივად დაიწყეს მუშაობა. იმ აუბედით დღეებში, როდესაც გაუარესდა მისი ჯანმრთელობა და ეს იყო პრაქტიკულად ერთი დღე, პირველი დარტყმა ჯანდაცვამ აიღო და პირველი შოკი, როდესაც გავიგეთ, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იყო მაშინ. და რასაკვირველია, რომ პრემიერისგან იყო პირველი ღამის თევით, როდესაც ეს ამბავი მოხდა, გადავედით საპატრიარქოში და იქაც ძალიან პრაქტიკულად გამთენიამდა ყველანი ერთად ვიყავით, ერთად წყვეტით ამ საკითხებში, სადაც სამეფო კარია ან რაღაც ტიპის მსგავსი იერარქიული მოწყობა არსებობს პროტოკოლები. ამტუხაროა, რომ ჩვენში ეს პროტოკოლი არ იყო, თვითონ არ გაწერდა თავის გარდაცვალების პროტოკოლს და ჩვენ მოგვიწია, რასაკვირველია, რომ ეკლესიაში შეიქმნა დამგზავრავი კომისია და რასაკვირველია, რომ მთავრობასთან ერთობლივად და მთავრობა სრულად იყო ჩართული, ყველას ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა ჰქონდა. პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო პროცესების ორგანიზება და საპატრიარქოსთან ერთად წყვეტდნენ ყველა საპასუხისმგებლო ნაბიჯს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათობით თუ არა ასობით დელეგატი მიიღო და დელეგაციები ჩამოდიოდა, ამასაც 7 მართვა ჭირდებოდა და მართეთ ძალიან პროფესიულ მაღალ დონეზე და მადლობა მინდა მათ უთხრა, მადლობა მინდა რასაკვირველია საპატრიარქოს უთხრა, რომელმაც ყველაფერში, რა ვიცი, კოორდინაციაში ერთმანეთს მხარდამხარ ვედექით და საერთო საქმეს ვაკეთებდით, სხვანაირად აბა როგორ უნდა ყოფილიყო. სადაც იდეა მოდიოდა და გვინდოდა რომ რაღაცები გაგვეკეთებინა და ყველა იდეას ვაძლევდით
განხორციელების შანსს, ყველა ამბობდა, რომ არანაირი ჰონორარი და იმიტომ რომ ეს მის უწმინდესობას ასე ეკუთვნოდა. ჩვენ მოვიქეცით, ვფიქრობ, სახელმწიფოც იდგა ღირსეულად იქ, სადაც უნდა მდგარიყო და მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს. გლოვის დღეებში სამების საკათედრო ტაძარში ერთი წუთით არ შეწყვეტილა გალობა. გუნდები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სამების საკათედრო ტაძრიდან სიონისკენ უკანასკნელ გზაზე კი უწმინდესი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა 250-მდე ბავშვმა გალობით გააცილა. პატრიარქის ძალისხმევით შექმნილი სალოტბაროს კონების მოსწავლეებმა. მათი დახმარებით, მშობლების დახმარებით, კულტურის სამინისტროს, ცენტრის თანამშრომლების გარჩით უცებ მოხდა ამ ყველაფრის დაორგანიზება, იმიტომ რომ მოითხოვდა ეს მდგომარეობა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით შექმნილი სკოლები და ბავშვები, რომლებიც მისი შეგონებით არიან დაკვალიანებულები, იქ უნდა ყოფილიყვნენ, სადაც იყვნენ და ესე უნდა გაერთოთ თავი, როგორც გაართვის თავი და ძალიან ძიმე იყო ეს ჩვენთვის ყველასთვის. სამშობლოს მცველები საქართველოს დროშებით იდგნენ სამებიდან სიონამდე. პროცესიას კიდევ უფრო ემოციურს ხდიდა ის საგალობნები, რომლის ფონზეც პატრიარქს ბოლო გზაზე მიასვენებდნენ. ათასობით ჯარისკაცი იდგა და თქვენ ნახეთ, ეს არ იყო დავალების მხოლოდ შესრულება, ეს იყო გულიდან მათ ეს უნდოდათ და ისინიც თვლიდნენ, რომ თავდაცვის ძალებში ღირსეულად მსახურება მოიცავს ამასაც. ჩვენ ვასრულებდით როგორც ზარს გარდაცვლილ ადამიანთან და პირველად ვასრულებდით უწმინდესთან. და ეს ამას რო ვაცნობიერებდით, რომ ჩვენ წინ მიასვენებდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ორმაგად პასუხისმგებლობა აწევდა თითოეულ ჩვენგანს და რა თქმა უნდა ეს ჩვენი დიდი ტკივილის აღმოთქმა იყო. უნებრივია რომ ჩვენი იქ ყოფნა უბრალოდ გამართლება ან უბრალოდ შემთხვევითი არ იქნებოდა, ეს იყო რაღაცნაირი გზის დალოცვა, მე ესე მწამს და ესე მჯერა და ძალიან მადლიერები ვართ ამ ყველაფრის და ძალიან დიდი პატივია კიდევ ერთხელ აღნიშნავ. ხალხმა კარგად იცოდა, რომ ღვთის ადამიანის განვლილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის გზა სამშობლოს სიყვარულზე გადიოდა. უწმინდესის, რომელმაც ეპოქა შექმნა და ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი მისია იტვირთა და საეკლესიო ცხოვრებას ოქროს ხანა მოუტანა. და ახლა ამ მემკვიდრეობის დაცვა ყოველი ქართველის ვალია. ისეთი რწმენით, ერთიანობითა და ურთიერთპატივისცემით, როგორიც ერმა და ბერმა პატრიარქის გლოვის დღეებში აჩვენა. მართლა ყველას ჩვენი უწმინდესი ყავდა. მე თვითონაც არ ველოდი, რომ ბევრი ტრაგედია მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, რომ ესეთი რეაქცია გვექნებოდა ჩვენ ყველას. მეგონა რომ უფრო მედგრად კი ვიდექი, მაგრამ მაინც ემოცია ძალიან დიდი იყო. ეტყობა შინაგანად ქვეცნობიერი გზნობს, რომ ხელა რაღაც დამთავრდა. ჩვენ ყველას ბევრი გვაქვს კიდე გასაგები და ამ სიღრმეებში რომ ჩავდივართ მისი უწმინდესობის, ისევ ჩვენივე ქვეყანას არა მის პიროვნებას და მის განდიდებას ვახდენთ, არამედ მისი უწმინდესობის გზა ჩემთვის იყო საქართველოს ესეთ გადაშლილი წიგნივით იყო. სიონის საპატრიარქო ტაძარი, უწმინდესის სამუდამო განსასვენებელი. ტაძარი, სადაც პატრიარქა დაირჩიეს და საიდანაც ეკლესიის აღორძინების ხანა დაიწყო. ადამიანების უწყვეტი ნაკადი საფლავთან მისი ღვაწლის გამოსახილია. პატრიარქის, რომელმაც საქართველო ფაქტობრივად ხელახლა მოაქცია და სიყვარულით გააერთიანა.